დღის ყველაზე პატარა კონკურსანტი ნიცა ყიფიანი დილიდან რიგში დგას. ამასობაში ცოტა დაიღალა კიდეც. მე ვარ ნიცა ყიფიანის დედა, ნიცა არის 8 წლის, ძალიან უყვარს თანამედროვე ცეკვები. ძალიან ბევრჯერ მთხოვა, რომ მონაწილეობა მიეღო ამ პროექტში, ყოყმანობდი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პატარაა ჯერ სცენისთვის, მაინც აუსრულეთ ეს სურვილი და ვნახოთ დასიზავს. აკუნა გოგო მოვიდა. ფერადი როგორ ხარ? მოდი ახლა შენ. გამარჯობა. შენ რა ქვია? მე რა ლამაზი სახელი აქვს. ოცნებობდა რომ თიკაფაცაცი. გამარჯობა. ერთი ოცნება აგიხდა. მოდი გატა. მიდი გადი ხა ჟიურსაც დაინახეთ. იცეკვე აბა კარგად. მიდი. დედიკო ჩვენთან იქნება. გამარჯობა. შენი სახელი? ნიცა. რამდენი წლის ხარ ნიცა? 8. და რას წარმოგვიდგენ დღეს? უნდა ვიცეკო. რა უნდა იცეკო? ჰიპ-ჰოპი. ჰიპ-ჰოპი? ფორმერულო. დაიწყე. რა თქმა them like they do in Texas State. Stay with me. DS Brothers, DJ Laz, a pimp with the lips. I'm back. DS Brothers, let's go. შენ ხარ ძალიან არტისტული. უბრალოდ არაჩვეულებრივი მოცეკვავე და მე მგონი ყველამ დაინახა თუ როგორი. ბუმ გავგირდი შენზე. ეფექტი მოახდინე შენ უსწრაფ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. მე არ მეგონა 8 წლის ბავშვს თუ შეიძლება ამხელა სანახაობის ჩვენება რომ მაყურებელი ფეხზე იდგა ამდენი ხნის განმავლობაში და ასე უკრავდა. გამოცხო შემოვიდეს. არ ველოდი. აი ნამდვილი ნიჭიერი. შენ ხარ სუპერ ბუმ ნიჭიერი. სუპერ ნიჭიერიო. მე მგონი უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ყველასთვის ალბათ გასაგებია. ვანო? გადაწყვეტილება კი. კი. 100%-იანი კი. 1000-იანი. სამი კი. ხო, რა ბავშვი იყო ეს? ბავშვს აქ რიტმი, ბავშვს აქ გზნობა, იუმორი აქ ცეკვაში. ასეთ თომრები პირდება. ნიცა ყიფიანი ჟიურის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. დღე ბედნიერად დასრულდა და რაც მთავარია, ნიცას ოცნებას ახდა. პირველი დღე დამთავრდა და ვანიკო მითხარი გუწევდა წარმოიდგენდი რომ ესეთი მაგარი იქნებოდა. მე საერთოდ მეგონა რომ ვეღარაფერი გამაკვირვებდა ნიჭიერის სცენაზე ყველაფერი ნანახი მქონდა, მაგრამ დღევანდელმა დრემ ყველაფერი თავდაპირველად აღებდი. და მე ხა წარმოვიდგინეთ წინ კიდე დასანახაობები გველით, ამიტომ რა უნდა ვქნათ? მე ერთადერთი რამე ვიცი, ჩვენ ყველანი ერთად ველოდებით შემდეგ ორშაბათს. შემდეგ სერიაში თქვენ ნახავთ სიმღერა, რომელმაც არავინ დატოვა გოლდრილი. მოხუცების სათნოების სახით. ყველაზე ქარიზმატული მომღერალი სოსო ნარივანიძე დუშეთია. რატომ აიგზალა პარკური ნიჭიერში?
მისთვის ხელოვნება. აკროსტაილის ნამდვილი ტრიუმფი ნიჭიერში. ის რაც აქამდე ქართულ ტელესივრცეს არ ახსოვს.